23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა ლოცვა შესრულდა. ეკლესია წმინდა გიორგის წელიწადში ორჯერ იხსენიებს. 6 მაისი წმინდანის აღსრულების, 23 ნოემბერი კი წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეა. განმოგცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ბოლოსვას და კურთხევას. ფიქრობ წმინდა გიორგიზე, როგორც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის დიდ მცველზე და მფარველზე. ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან იყო ბრძოლა ურჩხულთან. არავინ იცის რა იყო ეს ურჩხული, რა მხეცი იყო. მაგრამ ცხადია, რომ ეს იყო ბოროტების გამოვლინება, რომელიც დიდ ზიანს აყენებდა ადამიანებს. აღნებდა ყველას, ვინც მას შეხვდებოდა. წმინდა გიორგიმ ეს ბოროტება დაამარცხა. არ არის შემთხვევითი, რომ წმინდა გიორგი გახდა მორწმუნე მხედრების, ჯარისკაცების, მეომრების მფარველი. თუ გავხედავთ ჩვენს ისტორიას, ჩვენი ქართული მხედრობის მისიაც სწორედ ეს იყო. ჩვენი ხალხის დაცვა, ჩვენი სარწმუნოების და ეკლესიის დაცვა. საქართველოს ყოველთვის გარკვეული, ასე ვთქვათ, უბედობის, ყოველთვის რაღაცა შემოტევის შიშის ქვეშ იყო. ამიტომაც განსაკუთრებული სასწრაფო, განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა დიდი წმინდანის მიმართ, რომ მისი მეოხებით და მისი ლოცვით ღმერთისაგან ყოველთვის დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკლესია. იმიდან განსაკუთრებულად მიულოცვა ეს დღე ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. წმინდა გიორგი არის უდიდესი წმინდანი, ძლევა შემოსილი. ყველას გვფარავდეთ წმინდა გიორგის ძალადამადლი, შეგეწიოთ მისი ლოცვა და მეუხება. გვფარავდეთ სრულიად საქართველოს წმინდა გიორგი. სრულიად საქართველოს ულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს, მშვიდობა იყოს. ყველაფერი კარგი დაებედოს ჩვენს ქვეყანას და ყველანი კარგად ვიყოთ. ყველა ერის წარმომადგენელი, ვინც საქართველოში ცხოვრობს და ვისაც საქართველო უყვარს გულით და საქართველოს გვერდით დგას, ყველა დალოცვილი ყოფილიყოს.